მთავრობამ სახელმწიფო ინსტიტუტების როლი არ უნდა დააკნინოს. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტის მიერ დანიშნულ უშიშროების საბჭოს ხდომას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ფერხდება მთავრობისა და პრეზიდენტის შეუთანხმებელი მუშაობის გამო. სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ თანამდებობის პირ შორის ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია და თუნდაც კამათი ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტ შორის დაპირისპირება აშკარად ცილდება ასეთი ჯანსაღი პროცესის ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციასა და მოქალაქეთა ნდობას მათ მიმართ. ამასთან სამწუხაროა, რომ დაპირისპირების მიზეზი და მსჯელობისაგანი ხშირად მეორეხარისხოვანი საკითხები უფროა, ვიდრე ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური პრობლემები. არასამთავრობოების ნაწილი მოუწოდებს ყველა თანამდებობის პირს პატივისცეს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციით დადგენილ ფუნქციებს და იმოქმედოს პირველ რიგში კანონის მოთხოვნებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გაავრცელეს. მეორე მუხლში მაგალითად პირდაპირ არის მითითებული, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დავალებით და მერე ჩამოწერილია რიგი უფლებამოსილებები და ვალდებულებები თუ რას აკეთებს ეროვნული უშიშროების საბჭო. თავად აი ამ მუხლის ფორმულირებას რომ დავაკვირდეთ, ეს იურისპრუდენციაში ამას ეძახიან იმპერატიულად ფორმულირებულ ნორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ მავალდებულებელია. კონსტიტუციაში არის ძალიან ზოგადი ჩანაწერი, კონსტიტუციასთან ერთად ჯერჯერობით, ვიცით რომ არის შეტანილი კანონპროექტი, მაგრამ ჯერჯერობით მოქმედებს კანონის, უпроსორტ ორგანული კანონის ის რედაქცია, რომელიც ეხლა წავიკითხე და რომელიც განსაზღვრავს ჩვენი აზრით თანამდებობის პირთა ვალდებულებას, რომ მიიღონ უშიშროების საბჭოს ფორმატში მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია უშიშროების საბჭოს ხდომის გამართვასთან დაკავშირებულ დისკუსიას გამოეხმაურა, როგორც ასოციაციის იურისტი თადია ბაღათური აცხადებს, პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს აფხაზეთის შესაძლო ანექსიის საკითხთან დაკავშირებით დაგვიანებით მოიწვია. ასოციაციის იურისტს მიუღებლად მიაჩნია, რომ საბჭოს წევრების გაფრთხილება მოხდა საბჭოს დანიშვნამდე მხოლოდ 3 დღით ადრე. თადია ბაღათური ეს განცხადებით ეს ფაქტი შიდა დაპირისპირებაზე მეტყველებს. ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს 13 ოქტომბრიდან, გაურკვეველია, რატომ ნიშნავს პრეზიდენტი 15 დღის შემდგომ 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს ხდომას და თავად რატომ არ დააყენა აღნიშნული საკითხის განხილვა დღის წესრიგში პირველ ადგილას. გვინდა შევახსენოთ საქართველოში ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომ აუცილებელია პატივისცემ კონსტიტუციას, ვინაიდან კონსტიტუცია ითხოვს, რომ ეფექტური კოორდინაცია და წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა შედგეს.